სამყარო მშვიდობის სამეგობრებო, თქვენ მოვხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა გვექნება თემაზე თქვენი დღევანდელი დღის ენერგიები. 23 ნოემბრის ენერგიები ნახოთ. როგორი ენერგიები იქნება დღევანდელ დღეს თქვენს სივრცეში 23 ნოემბერი. ძალიან ესეთი ემოციური დღე შეიძლება იყოს თქვენთვის. ერთის მხრივ შეიძლება იყოთ რაღაცა გართობის ხასიათზე, მეორეს მხრივ ემოციური გაცვლის ხასიათზე, ხო რაღაცა აი სულ გინდათ რომ სითბო გააზიაროთ, სიხარული გააზიაროთ, სიხარული მიიღოთ ასევე რაღაცა გულწრფელი ემოციები. კარგად ხართ გახსნილი სხვათა შორის დღევანდელ დღეს თქვენს ადამიანებთან, თქვენს სივრცესთან ორიენტირებულები აქ იჩქნებით უმეტესად ოჯახის ენერგიაზე, ოჯახურ საქმეებზე, მოსაგვარებელ საკითხებზე. რაღაცა ჰარმონიული დღე იქნება, მე ვფიქრობ თქვენთვის პირველი ვარიანტი არა უკაცრავად, ვარიანტები არ გვაქვს აქ. დღევანდელ დღეს ძალიან სასიამოვნო გარემო შეიქმნება თქვენს სივრცეში და კარგი იქნება თუ შეინარჩუნებთ ამ სილაღეს, იმიტომ რომ აი რაღაცა თითქოს დამსახურებულია ეს დასვენების პერიოდია, რაღაცა ემოციური დამშვიდების პერიოდი, ხო? ამიტომ შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და კარგი იქნება სხვათა შორის ამ ენერგიებს თქვენი ფინანსებისკენაც თუ მიმართავთ, იმიტომ რომ ზოგადად თუ დააკვირდებით, აქ გვაქვს თევზების სიმბოლიკა, საკმაოდ ესეთი ბევრი. შესაბამისად, გეტყვით, რომ თევზები არა მხოლოდ სიყვარულის თვალსაზრისით, არამედ ფინანსების თვალსაზრისითაც იზიდავს ენერგიებს. ამიტომ თქვენი ეს კარგი ხასიათი, მოდი ესე ვიტყოდი, კარგი იქნება თქვენს სამსახურშიც თუ გამოიყენებთ ამას, იმიტომ რომ გარკვეული ბენეფიტებიც კი შეიძლება მოგიტანოთ ამან. გისურვებთ წარმატებებს, მადლობა სიხდით ყურადღებისთვის და კი დაგიმშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციისთვის არ დაგავიწყდეთ მომწეროთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და ჩემი არხის გამოწერა. ამავდროულად კარგი იქნება თუ გამომყვებით YouTube-ზეც და გამოიზიართ ჩემს არხს ტაროს ხელოვნება, სადაც ძალიან საინტერესო გაშლებს გიტვირთავთ ხოლმე. საკმაოდ ხშირად მინდა გითხრათ და საუბრობ სხვადასხვა ასევე საინტერესო მნიშვნელოვან საკითხებზე.